მონაწილეობა მივიღეთ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიის სატრანსპორტო დერეფნის ღონისძიებაში, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს შუა დერეფნის განვითარებაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ღონისძიების ფარგლებში გვქონოდა ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან, რომელთანაც განვიხილეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ისევე როგორც სატრანსპორტო მიმართულებით და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღეთ პანელურ დისკუსიაში, ისევე როგორც მინისტერიალში და აღნიშნული ფორმატების ფარგლებში ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ იმ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს 2032 წლამდე ჯამში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოს მთავრობა, რის ფარგლებშიც განვითარდება ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი, მოხდება სრული მოდერნიზება საქართველოს რკინიგზის, განვითარდება და აშენდება მაგისტრალური გზები, ისევე როგორც ახალი საერთაშორისო აეროპორტი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მხარდამჭერია ევროკავშირი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტები, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ დაფინანსება მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში.